მე მიჩნდება ასეთი განცდა, რომ ხო არ მაქვს ადგილი უბრალოდ საკუთარი ნიჭიერების, ესე იგი, მე მაქვს ინტელექტუალურ ნიჭიერებაზე მაქვს საუბარი, საკუთარი ნიჭიერების შედეგად ამ პარტავნებით შეპყრობილ ადამიანთან, რომელსაც სურს, რომ ეს თავისი ნიჭიერება ზუსტად საკუთარი შეიძლება მას ვერც იაზრებდი ადამიანი, რომ კანდიდატების მანიისკენ ხარ მიდრეკილი, შეიძლება საერთოდ ვერ იაზრებდე, აი ამ გაუაზრებელი კანდიდატების მანიის ფონზე აქვს პრეტენზია, რომ წარმოაჩინოს იმ სრულფასოვან ჭეშმარიტებად, რომელიც უნდა გაიზიაროს ყველა სხვა დანარჩენმა და წარმოჩინდეს როგორც ჭეშმარიტების ერთადერთი ციტადელი და იქცეს შუქურად სიბნელეში. კი ბატონო. რაცა მე ცოტა ესეთი შთაბეჭდილება მრჩება. შეიძლება ძალიან სუბიექტური, მაგრამ ასე შთაბეჭდილება. მე მოკრედ პასუხს, ნუ ეს ეთომინემია, ანუ ფალასია, მაგრამ ისე ვიტყვი, რომ მე არასდროს არ მომბო, რომ ჭეშმარიტება ვიპოვო. მე პირიქით ჭეშმარიტება მაგეთ მიპოვა და არაფერს შემსახურება. პერსონალურად თქვენ გიპოვათ. პერსონალურად იყო 3 მილიონი ნახევარ ქართველთა შორის, მაინც და მაინც თქვენ გიპოვათ. არა, სხვაებიც არიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე ვთქვათ, ვისაც ჭეშმარიტი რწმენა აქვს, ბევრია, არა მარტო მე, რა თქმა უნდა. კითხვა, რა ნიშნით გიპოვათ? რატომ აგვარჩია ღმერთმა კონკრეტულად? ეს არსად არ წერია წმინდა წერილში, ანუ არანაირი დამსახურებით, რა თქმა უნდა, ეს სრულიად საჩუქრად. გასაგები, მე მისი ახსნიდან გამომდინარე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თვითრჩეულობასთან მაქვს საქმე.